დიანა, ინფორმაცია ბუნებრივია, ბევრი ვრცელდება, შიდა წყაროებით, გარე წყაროებით, მედიასაც წარმომიდგენია, რასაც აშუქებთ და რასაც კიდევ არ აშუქებთ და რამდენი ინფორმაცია ვრცელდება და მოდის თქვენამდე ხლა ეს ნაკადი არის ინფორმაციის. მე პირველ რიგში მე არც ვიცოდი სხვათა შორის ახლა მითხრეს, რომ თვითონ რიჟვაძე ჩემი კურსელი ყოფილა, თანატოლები ყოფილვართ, ჯანმრთელობას უსურვებ მას. მაგრამ რაც დანამდვილებით შემიძლია გითხრათ არის ის, რომ ეს არის აი იმ უკონტროლო ქაოსის. ერთად სწავლობთ და არ გახსოვთ ანა? არა, იმიტომ რომ ჩვენ კურსზე TSU-ში კურსზე ბევრი სტუდენტები ვიყავით და უბრალოდ ეს წელს გვაქვს დამთავრებული. მაგრამ ეს ყველაფერი არის, რაც დადასტურებულად შეგვიძლია ვთქვათ, არის იმ უკონტროლო ქაოსის და სპეციალურად მიშვებული უკონტროლო კორუფციის შედეგი, რომელიც გადაიზარდა კრიმინალურ გარჩევებში და მე მივიღეთ ისეთი მძიმე შედეგი, როგორიც მივიღეთ, მე რა თქმა უნდა მას ვსურვებ ჯანმრთელობას, იმიტომ რომ ძალიან მძიმე, როგორც ჩანს, მისი მდგომარეობაც საკმაოდ მძიმეა. მათ შორის რა ინფორმაციაც თქვენი მეშვეობით და თქვენი კოლეგების მეშვეობით ვრცელდება, ხომ? მაგრამ ფაქტი არის, რომ ეს კლანური დაპირისპირება, რაც ძირითადად ფულის და ძალაუფლების გამო დიდი ხანია უკვე პრინციპში ოცნებაში მიმდინარეობს, აი უკვე ესეთ მძიმე შედეგებამდე დავიდა მათთვისაც. ეს რას ადასტურებს დიანა? ეს ადასტურებს იმას, რომ თვითონ ოცნებაში დაცული აღარავინ აღარ არის და თქვენ დარწმუნებული ვარ, ასევე გსმენიათ სხვა წყაროებით ინფორმაცია, მათ შორის აი ამ მოპარული კორუფციული ფულის ქეშად პარტიისთვის დაბრუნებაზე და ასე შემდეგ. ახლა რო გითხრათ რამე იმედი მაქვს აუხსნელია, ანუ პარტია სჭირდება ახლა ფული, ქეში, როგორც ამბობთ და პარტიას ყოველთვის სჭირდება ფული. ასე ამ ფორმით ცდილობს ამოღებას ამ ადამიანებისგან, ანუ ყოველგვარი ბიუჯეტის და ოფიციალური, ასე ვთქვათ, სამოძრაო სივრცის მიღმა. ოფიციალურ ფულზე არ არის საუბარი, ეს არის მოპარულ შავ ფულზე, კორუფციულ ფულზეა საუბარი, რაზეც ახლა მიმდინარეობს კლანებს შორის დაპირისპირება, ხო ხა? ოღონდ მისი არა ბიუჯეტში, არამედ პარტიის შავ სალაროში დაბრუნებაზე, ანუ ასეთის რამე არსებობს და ერთმანეთისთვის, რა თქმა უნდა. იმიტომ რომ კორუფციული მოპარული შავი ფული, ჩვენ სხვათა შორის შავი ფულის როლზე, მათ შორის წინასაარჩევნო პერიოდშიც გულისხმობ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდეც ბევრს ვსაუბრობდით, მათ შორის გიორგი გახარიაც საუბრობდა, თქვენს ეთერშიც აქვს პირადად ნასაუბრები და რეჟიმი დღეს რაზე დგას? რეჟიმი დგას მათ შორის შავ ფულზე. რეჟიმი რო შენარჩუნდეს დიანა, რეჟიმს რამოდენიმე კომპონენტი სჭირდება, რომ შენარჩუნდეს და ერთ-ერთი მათ შორის არის შავი ფული, ეგრეთ წოდებული ქეში. და ეს შავი ფული, შავ ფულს რას ვეძახით? ფული, რომელიც არ არის დეკლარირებული, ეს არის ბინძური ფული, კორუფციული ფული, მოპარული ფული, ამ მოპარვის სხვადასხვა მეთოდები აქვთ, ფაქტია. და რა თქმა უნდა რეჟიმის შენარჩუნებისთვის მათ შორის აი ეს ბინძური შავი კორუფციული ფული ქეშად არის საჭირო. პარტიას სჭირდება. მით უფრო არჩევნები მოდის. საარჩევნოდ ეს დანახარჯები განსაკუთრებით იზრდება, ხო? მე მათ შორის სხვათა შორის მე არ მესმის რანაირად შეიძლება აჩუქოს ეს ოპოზიციურმა პარტიამ, რომელიმე ოპოზიციურმა პარტიამ აი ეს შესაძლებლობაც იმ ბოიკოტის მომხრე პოლიტიკურ პარტიებზე მაქვს საუბარი, მაგრამ რა თქმა უნდა ნებისმიერი არჩევნებში ფულის მობილიზება, შავი ფულის მობილიზება ოცნებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, მაგრამ ამის მიღმაც იმისთვის რომ ანუ რაც მეტი პარტია ჩაერთვებოდა არჩევნებში, ანა მით მეტი შავი ფულის მობილიზება დასჭირდებოდა. იქნება ეს პარტიები ასე ხელისუფლებას უკანონო ქმედებების სივრცის გაფართოებისგან იხსნიან. არა მხოლოდ არჩევნებისთვის სჭირდება, მაგრამ არჩევნებისთვის ყოველთვის უფრო მეტი სჭირდება, ხო, ბუნებრივია. მაგრამ ნახეთ რისი თქმა მინდა რეჟიმი დგას რამოდენიმე ფაქტორზე. ეს არის ძალა ფიზიკური და ამ შემთხვევაში აქ გამოიყენება სუსიდან დაწყებული შინაგან საქმეთა სამინისტრო, ჩემდა სამწუხაროდ და მთელი ეს ძალოვანი სტრუქტურები. რეჟიმი ასევე დგას პროპაგანდაზე. მაგრამ პროპაგანდის შესანარჩუნებლადაც და აი ამ ძალის, ფიზიკური ძალის შესანარჩუნებლადაც, რა თქმა უნდა, ფული
აი ეს შავი ფული არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ფულის გარეშე თან საქართველოს არ აქვს დამოუკიდებელი ბუნებრივი რესურსი, ხო? განსხვავებით, რა ვიცი, ჩვენი მეზობლებისგან ან სხვა ავტორიტარული რეჟიმები, სადაც არის ჩამოყალიბებული, დამოუკიდებელი ბუნებრივი რესურსები აქვს ასეთ ქვეყნებს. საქართველოს ეს რესურსი არ აქვს, ხო? იმ დონის, იმ სიდიდის ბუნებრივი რესურსები, რომ თვითმყოფადად ჰქონდეს, მუდმივი შემოსავალი ჰქონდეს, ესე ვთქვათ, ფულის თვალსაზრისით. ამიტომ რა თქმა უნდა დღეს რეჟიმს პრინციპულად და კრიტიკულად სჭირდება ფული და ეს სისხლიან გარჩევებში გადაზრდილი რაც ვიხილებ კიდევ ერთხელ ვამბობ მძიმე შემთხვევა ეს არის აი ამ კორუფციის მიშვებული უკონტროლო ქაოსის და მიშვებული კორუფციის შედეგი ეს ნიშნავს იმას დიანა რომ არავინ დაცული არა მხოლოდ ოპოზიციურად განწყობილი მოქალაქეები ან ჟურნალისტები ან პოლიტიკოსები არამედ არავინ დაცული ამ ქვეყანაში არ არის აი ამ პირობებში აი ამას უყურებს ქართული ოცნების ამომრჩეველი და ქართული ოცნების ამომრჩევლის აი ამ პირობებში მარტო შეტოვება და მარტო დატოვება ოცნებასთან უბრალოდ კატეგორიულად წარმოუდგენელი მავნებლობაა ჩემთვის პირადად კი ბატონო, ვილაპარაკოთ ამ თემაზე, ოპოზიციის როგორც ამბობენ, ასე ვთქვათ, ის ნაწილი, რომელიც ბოიკოტშია, ეს არის 8 პარტია, სამოქალაქო აქტივისტები, პატიმრების ოჯახის წევრები, სტუდენტები, მათი განმარტება არის ის, რომ არაღიარება, რომელიც დაიწყო 2024 წლის 27 ოქტომბერს, სწორედ ამ არაღიარების გაგრძელება არის მათი მხრიდან და ძალიან თანმიმდევრული არიან აი ამ თავის პოზიციონირებაში. მე ნება მიბოძეთ პატიმრების ოჯახის წევრებზე არ ვისაუბრებ, მათ მხოლოდ მხარდაჭერა მინდა, რაც არ უნდა მოხდეს, სულ რომ გულანძღონ, რაც არ უნდა იყოს, ყოველთვის ექნება ამ ხალხს ჩვენი მხარდაჭერა და მე მათ გასაგონადაც მინდა ვთქვა, ყველა მიცის, რომ გიორგი გახარი ახლა საქართველოში არ არის, აქვს უმაღლესი დონის შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური თანამდებობის პირებთან სხვადასხვა ქვეყნების და პირველი საკითხი, პირველი პრიორიტეტი, მათ შორის გახარიასი, როდესაც ის ხვდება ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებს, იწყება და მთავრდება მისი შეხვედრები, მოდი ასე ვთქვათ, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება როგორ უნდა მოხდეს, აი ეს გზები როგორ ვიპოვოთ. აი თქვენ როგორ გესახებათ რა გზით? ბოიკოტში პარტიების წასვლით, პარტიების არჩევნებში წასვლით თუ გარეზე წოლით, თუ შიგნით ლაპარაკით ხელისუფლებასთან. ყველაფერი ერთად, დიანა, ერთი გამოსავალი რო არსებობდეს, ყველანი ვიპოვიდით იმ ერთ გამოსავალს და უკვე აღარ იქნებოდა გამოსავალი საჭირო. ხო, ეს არის ყველაფერი ერთად, ყველანაირი წნეხი ერთად. ამიტომ მე პოლიტიკური პატიმრების ოჯახის წევრებზე კომენტარს არ გავაკეთებ, მხოლოდ იმას ვიტყვი, რაც ვთქვი უკვე, რომ მათ მხარდაჭერა და ინფორმაცია, რომ მათი ხო, მაგრამ თუ ეს ნახეთ, თუ თქვენ ხართ ეჭვი არ მეპარება პოლიტიკურ პარტიებს. ეჭვი არ მეპარება, ხართ სოლიდარულები, მხარს უჭერთ, მათზე ზრუნავთ, მაგრამ მათ ვერ აუხსენით, როგორც ჩანს, რომ აი ამ თქვენს გზაში და ამ თქვენს გადაწყვეტილებაში შეიძლება მათთვის უფრო მეტი სასარგებლო იყოს საბოლოო ჯამში ან არ იყოს. გახარიას ჰქონდა თვითონ შეხვედრა და გახარიას ჰქონდა თვითონ შეხვედრა, ეხლა ამ პოლიტიკური პატიმრების ოჯახის წევრების აზრები იყოფა, ხო, ყველანი ადამიანები ვართ და ჩვენი შეხედულებები გვაქვს, მათ შორის პოლიტიკური გემოვნების თვალსაზრისით. გახარიას ჰქონდა დიდ ნაწილთან შეხვედრა და ეს საუბარიც რა თქმა უნდა შედგა, მაგრამ დიანა, მე არ შემიძლია არ გავამახვილო ყურადღება პოლიტიკური პარტიებისგან, აი ბოიკოტისტი პოლიტიკური პარტიებისგან სამი სუბიექტია, ხო, რეალურად, 8 პარტია, მაგრამ კი ბატონო, სუბიექტის თვალსაზრისით 3 არიან, მაგრამ ამას არ აქვს მნიშვნელობა, 8 იყოს. მესამე სუბიექტი ვინ არის? ყურადღებას ნუ ერთი არის 4 ნომრის ქვეშ გაერთიანებული, 5 ნომრის ქვეშ გაერთიანებული და ნუ ჯერჯერობით თავისუფლების მოედანს როგორც მე ინფორმაცია და ფედერალისტები, რომელიც არ იყო წინ არჩევნებზე, კი ბატონო, ფედერალისტებიც ფედერალისტები გამორჩა ბოდიში, კი ბატონო. მაგრამ რაოდენობას არ აქვს მნიშვნელობა. ერთი რაც ამბობენ რომ აქვს თუ პარტიებად დავშლით იქ 8 პარტია გამოდის, აქ გამოდის იყოს 8 იყოს თუ გინდა 15 არ აქვს 20 იყოს, კი ბატონო. იმის თქმა საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომ არჩევნებში მონაწილეობის მიღება ოცნებას მისცემს საერთაშორისო ლეგიტიმაციას, ეს არის პირდაპირ ვიტყვი ტყუილი. ეს არის ტყუილი. კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს არის ძალიან დიდი ტყუილი. რატომ არის ტყუილი? ვინ საერთაშორისო პარტნიორებს, მე არ ვიცი ეს ხალხი ვინ საერთაშორისო პარტნიორებს ელაპარაკება, დიანა, წარმოდგენა არ მაქვს. მე მათთვის მიკითხავს ეს.
რომ აი ვინ გითხრათ, რომელმა სახელმწიფომ, რომელი სახელმწიფოს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, აი ვინ გითხრათ, ერთით მაინც დაასახელეთ, რომელმაც გითხრათ, რომ აი თუ მუნიციპალურ არჩევნებში პარტიები მიიღებენ მონაწილეობას, ეს ნიშნავს ჩვენთვის ლეგიტიმაციას. ერთი მაინც დაასახელონ, ეს არის ტყუილი, არანაირი კავშირი მომხდარ ფაქტთან ის, რომ ოცნებას 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ლეგიტიმაციის უმწვავესი პრობლემა აქვს, როგორც ქვეყნის შიგნით, როგორც ქვეყნის გარეთ, ეს არის შემდგარი ფაქტი. რევერსი ამ ფაქტის, ან უკან წაღება მოვლენების დროში ვეღარ დაბრუნდებიან, ხო? ეს არის კიდევ ერთხელ ვამბობ ტყუილი. ამიტომ, როდესაც აი ესეთ განცხადებებს აკეთებენ, მე თხოვნა მექნებოდა, როგორც მაყურებელს თქვენთან, რომ აი ბოიკოტისტმა პოლიტიკურმა პარტიამ, რომელიც აი ესე ატყუებს საზოგადოებას, დაასახელოს ერთი ქვეყანა მაინც ან ერთი პარტნიორი, რომელიც ეუბნება მათ, რომ თუ ეუბნება მათ, რომ არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღოთ, თუ არა და ეს ჩაითვლება ლეგიტიმაციად. კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს ასე არავის უთქვამს, ანა, ისინი ამბობენ, რომ არაღიარების პოლიტიკას აგრძელებენ იმით, რომ არ ცნობენ ამ არჩევნებს, არ მიდიან ამ არჩევნებში და ასე შემდეგ. დიანა, 2024 წლის არჩევნების შედეგები ვეღარ შეიცვლება, ამას ვამბობ. შედეგი დამდგარია. ძალიან ლოგიკურად ისმის კითხვა. თუ 2024 წლის არჩევნების შედეგს არ ცნობდით, მას შემდეგ კიდევ უფრო გაუარესებულ საარჩევნო გარემოში რომ შედიხარ, მაშინ იქ შესულიყავით საკრებულოში ყოფნაზე ძლიერი ინსტრუმენტი ხომ პარლამენტში ყოფნა, თუმცა არაფერს არ ვაკრინებდა, ეხლა ეს მუნიციპალიტეტების დაკნინება პოლიტიკოსების მხრიდან ეს არის წარმოუდგენელი, მაგრამ აი რამდენად ლოგიკური ხართ თქვენს ამ თქვენს გზაში და ლელო განსაკუთრებით, რომელიც მანდატებიც დახია და საარჩევნო სიებიც თან დაკავშირებითაც, ნუ ეს შესაბამისად ორ რაღაცაზე გავამახვილები, მივხვდი აბსოლუტურად ძალიან ლოგიკური კითხვა არის, ორ ნაწილად გავყოფთ თქვენს კითხვაზე პასუხს. ერთი, თქვენ ესე ვთქვათ, გაამახვილეთ ყურადღება, რომ რატო არ შეხვედით პარლამენტში? ნუ ჩვენი პარტია გადაწყვეტილებებს იღებს ბუნებრივია პოლიტიკური მდგენელების გათვალისწინებით, რა პოლიტიკური მდგენელებიც ანუ გარემოს მსხვერპლი აღმოჩნდით თქვენ დაუნებურად ნაწილობრივი? არა, მსხვერპლი არ ვიცი, მსხვერპლად არ ვგრძნობ თავს, არ ვიცი რას გულისხმობთ, მაგრამ იმ გარემო პირობებში, რა გარემო პირობებიც არსებობდა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, მათ შორის, როდესაც კობახიძის პირით ივანიშვილმა პირდაპირ თქვა, რომ ის აჩერებს 78 მუხლს და ამის შემდგომ მოყვა კასკადი ადამიანებზე ძალადობის და ასე შემდეგ, ამ გარემო პირობების გათვალისწინებით ჩვენ მივიღეთ ის გადაწყვეტილება, რაც მივიღეთ. ეს ერთი, რაც შეეხება მეორე ნაწილს თქვენი კითხვის, აი, როდესაც იგივე მაგალითად, როდესაც ბოიკოტისტები ამბობენ, რომ და კიდევ ერთხელ მომბობ, ტყუილია, რომ თითქოს ეს არაღიარების პოლიტიკას რაიმენაირად შეეხება და დააკნინებს, ვიმეორებ, ეს არის ტყუილი, დაასახელონ ერთი პრაქტიკული მაგალითი მაინც, მაგრამ აი ამასაც რომ თავი დავანებოთ, როდესაც მათ შორის კამერებს მიღმა ვეკითხებით, რომ გასაგებია მეგობრებო, ბოიკოტი როგორც ინსტრუმენტი მეც გამომიყენებია დიანა ანა ბუჩუკურს წინამოწვევის პარლამენტში, ბოლო 2 თვის განმავლობაში ბოიკოტს ვიყენებდი, მაგრამ ფეხი-ფეხზე გადადებული კი არ ვიჯექი მაგ დროს არჩევნებისთვის ვემზადებოდი 2024 წლის არჩევნებისთვის და სოფელ-სოფელ დავდიოდით. ამიტომ როდესაც ბოიკოტში გადის ადამიანი და ამ პოლიტიკურ ინსტრუმენტს იყენებს, ბოიკოტისთვის ხო არ არსებობს, ბოიკოტი არის ინსტრუმენტი, გზა რომ რაღაცამდე მიხვიდე. და რომ ვეკითხებით ამ ჩვენს კოლეგებს, რომ კი ბატონო მოიყენე ბოიკოტს, გამოიყენე კი ბატონო შენინება, მაგრამ 5 ოქტომბერი რო გათენდება, მე რას აპირებ, რევოლუციას აპირებ თუ რას აპირებ? იმიტომ რომ ნახეთ პრაქტიკაშიც და თეორიაშიც ხელისუფლების ცვლილების ორი გზა არსებობს, ხო? ეს არის რევოლუცია და ჩვენ არ ვართ რევოლუციონერები და ეს იცის ყველამ გაცხადებულად და დახურულკარს მიღმა და არსებობს არჩევნები. დიახ, ეს არჩევნები და ის პირობები, რა პირობებში ჩვენ ყველანი ვართ, არის მძიმე. დიახ, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ეს პირობები კიდევ უფრო დამძიმდა, ეს არის ფაქტები. ხო, ეს აღარ ექნება ეს არ არის შეფასებითი კატეგორია. მაგრამ უფრო ნაკლებად მძიმე ვითარებაში ჩატარებულ არჩევნებს ლეგიტიმაცია არ მიეცით, ანუ არაღიარების ბაში ჩატოვეთ, მაგრამ ამ არჩევნებში შესვლას მაინც უყურებთ ოპტიმისტურად, როგორც არა, ნახეთ, არჩევნების გარდა სხვა გზა პოლიტიკური ცვლილების არ არსებობს ჩვენთვის.
რადიკალური სცენარები ჩვენთვის არ არსებობს დიანა, თორემ მუნიციპალური არჩევნები რო სპეციფიკური არჩევნებია და საპარლამენტო არჩევნები რო სხვა ტიპის არჩევნებია, ხა ეს მე მგონი 2-2-4-ია და არავის არ უნდა ეშლებოდეს, ხო? და როდესაც გამოდიან და აბობენ რომ უცხოელებიო, ესე იგი რას ამბობს ეს ხალხი, ეგრეთ წოდებული ბოიკოტისტები, რომ უცხოელებიო შეწყვეტენო ოცნების არაღიარებას მუნიციპალური არჩევნების შედეგების მიხედვით. ანუ აი რაღაცა შეიძლება რომ ოპოზიციის ნაწილი შედის არჩევნებში, პოლიტიკური კრიზისი რაღაცნაირად გადაწყდება, ნორმალიზება მოხდება სიტუაციის. როგორ მოხდება ნორმალიზება, როდესაც ქვეყანაში არის 70-მდე პოლიტიკური პატიმარი და როდესაც 6 პოლიტიკური ლიდერი არის ციხეში და ადამიანები ნაცემები არიან და პირველი ქალი ჟურნალისტი პოლიტიკური პატიმარი იყოს, როგორ მოხდება ნორმალიზება? ან ვის მიაჩნია ვინ საიდან მოიგონა ის რომ კამპანია გადაკეთდება თქვენთვის მაინც ორი პოლიტიკური სამი ის თუ არ ვიცი მუნიციპალური არჩევნები დიანა მე მაინტერესებს მაგალითად აი ახლა რაც ხდება აი ეს უბედურება რაც ხდება იგივე რიჟვაძის თავს რაც ხდება იგივე ნახეთ ხო გიორგი რამიშულთან მიმართებით და ეს დამძიმდება ეს პროცესები და ამ ყველაფერს უყურებს მათ შორის ქართული ოცნების ამომრჩეველი და ქართული ოცნების ამომრჩევლის იმ ნაწილისთვის რომლისთვისაც ამ ბავშვების ცემაც მიუღებელია, პოლიტიკური პატიმრებიც მიუღებელია, ეს კრიმინალურ გარჩევებში გადაზრდილი კორუფციული ფულის გაყოფაც მიუღებელია და კიდე ბევრი რამე გახდება მიუღებელი და ნაცურ მეთოდებზე რო არის, კიდე უარესი რო ხდება ნაცებზე, ყოველდღიურად უარესები რო ხდებიან. აი ეს ხალხი სად უნდა წავიდეს? მართლა მაინტერესებს ქართული ოცნების ამომრჩეველი, რომელიც დღეს უყურებს ოცნება, როგორი ნაცზე უარესი რო გახდა. ეს ამომრჩეველი ქართულ ოცნებას დავუტოვოთ? მართლა მაინტერესებს ამ კითხვაზე პასუხი. არა, არ დავუტოვოთ, მაგრამ როგორ ვერ მოახერხეთ მაშინ თქვათ სალომე ზურაბიშვილის, რომელიც არ ვიცით რა სიტყვის ხვალ, სხვა პოლიტიკური ძალების, სამოქალაქო აქტივისტების, რომლებიც მთელი 8 თვის განმავლობაში პროტესტში არიან, მათი დარწმუნება, რომ ეს სწორი გზა იყო, თუ თქვენ ფიქრობთ, რომ ეს ყველაზე სწორი გზაა მოცემულ ვითარებაში. პოლიტიკური ფაქტორების, პოლიტიკური მდგენელების დარწმუნება ჩვენი თვითმიზანი არც არ ყოფილა დიანა, ჩვენი თვითმიზანი არის საქართველოს მოქალაქეები. თქვენ გაწყობთ, რომ ისინი დარჩნენ საარჩევნო პროცესს მიღმა ბოიკოტში. სხვა პარტიები. ეს რანაირად უნდა მაწყობდეს ხო? არა, რა ვიცი, აი თქვენი ამოცანები იქნებ უფრო მარტივდება ამით. მაგრამ მე გავახსენებ, არა, ფიზიკურად არ შეიძლება რომ ეს მაწყობდეს, მაგრამ მე მაგალითად გავახსენებ საზოგადოებას, აი ბოიკოტისტების პირველმა ტალღამ ისე გააკეთა ბოიკოტის შესახებ განცხადება, რომ დახურულ კარს მიღმაც არავისთვის არ შეუთანხმებიათ. გამოვარდნენ და თქვენ ჩვენ ბოიკოტში ვართ და მოუწოდებთ ყველას რომ ბოიკოტში გავიდნენ, თუ არა და ეს იქნება ღალატი. ეს რომელ ტალღას გულისხმობთ? ელენე ხოშტარიას შიმშილობის დასრულება რასაც მოხვა? არა, მე ვამბობ, აი 2 თვის წინ თუ როდის იყო, სულ პირველად რომ გამოვიდნენ, აღარ მახსოვს 4 ნომერი იყო თუ 5 ნომერი იყო, როდესაც პირდაპირ გამოვიდნენ და თქვენს, ნაცებზე მაქვს საუბარი, როდესაც გამოვიდნენ და თქვენს, რომ ჩვენ გავდივართ ბოიკოტში, ისე რომ არავისთვის ნალაპარაკები არ ქონდათ. მე გამოვიდნენ, გააკეთეს ესეთი რადიკალური განცხადებები, რომ ვინც ბოიკოტში არ გამოვა, იქნება მოღალატე. ნუ ეს ქოცური ტერმინოლოგია, ეს ქოცურ-ნაცური ტერმინოლოგია უკვე ისე არის ერთმანეთში აღრეული, აღარაფერი მიკვირს პრინციპში. სხვა შეშ დღეს ნახევრად ხუმრობით თქვი და თქვენი ერთადაც მინდა გავიმეორო, ყველაზე მეტად მაშინ ვრწმუნდები, მე პირადად აი ერთია აღებული ანა ბუჩუკური, ერთი პოლიტიკოს, ყველაზე მეტად მაშინ ვრწმუნდები ჩემი პოზიციის სისწორეში, როდესაც ნაცები და ქოცები ერთნაირი სიტყვებით გულანძღავენ. აი მაშინ ვრწმუნდები, რომ ძალიან სწორ გზაზე მივდივართ, როდესაც ზუსტად ერთნაირი ტერმინოლოგიით, მაგალითად ერთიც და მეორეც გვეძახის მოღალატეს. ამიტომ აი არ მინდოდა მართალი გითხრათ, აი ესეთი დამეთ ნაცებზე საუბარზე, მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა რასაც ხაზი გავუსვარი. ქვენდა ლელო მოახერხებთ კოორდინაციას ამ საარჩევნოთ, იმიტომ რომ ისედაც ფული ვითარება. აუცილებლად. ერთიან კანდიდატებზე შეთანხმდებით იქნება ეს კოორდინაცია. აუცილებლად იქნება ეს კოორდინაცია, ეს არის ჩვენი მიზანი, ეს კოორდინაცია გაქვთ რამე ამ მხრივ მოძრაობები? რომ ზუსტად ისეთი მოძრაობები როგორ არ გვაქვს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში დრო სჭირდება, ხო, გარკვეული ტიპის მოლაპარაკებებს, მაგრამ იცით თქვენ რომ ჩვენი მიზანია ისეთი კანდიდატები იქნას წარდგენილი მერობის და მაჟორიტარობის, რომ აი ბოიკოტში მყოფი პოლიტიკური პარტიების ამომრჩევლებისთვისაც იყოს მისაღები. კი ბატონო, მადლობა.